საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საღამო მშვიდობისად თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. გუშინ ჩემმა მაღალმა გაიხსენა ის შაუბნელი დრო, როდესაც ჩვენი ქართველების დიდი ნაწილი იმპერიისგან რაიმე გამოჩენის მიღების მიზნით საკუთარ შვილებს რუსულ სკოლებში ვაბარებდით და რუსულ განათლებას ვაძლევდით. მე მინდა გავიხსენოთ ყველამ 1977 წელი. ეს იყო წლები, როცა პარტიული ნომენკლატურის ერთი ნაწილის შვილები კაცრად დადიოდნენ მხოლოდ რუსულ სკოლებში. როცა ყველანაირად წახალისებული იყო ყველაფერი ქართულზე უარის თქმა. დიახ, მეც მახსოვს ის ბნელი და საშინელი დრო. მახსოვს კარგად, ნათლად და მკაფიოდ. ისეც მახსოვს ვინ გვიშველა, ვინ გამოგვიყვანა ამ საშინელი მდგომარეობიდან. ვინ გვიშველა და იმ მაღალმა კაცმა გვიშველა, ვინც იმ ძნებადობის ჟამს დაკრა ფეხი და კგბ-ს დაქვემდებარებაში მყოფ სასაზღვრო ჯარში წავიდა სამსახუროდ. და ცოტა მერე იცით კიდევ რით გვიშველა იმავე კაცმა. აქ ჩვენმა სამშობლომ რომ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ომი დაიწყო და ჩვენი ახალგაზრდობის უმეტესობა რომ იმ ომში წავიდა, ამ ახალგაზრდავე კაცმა კიდევ ერთხელ დააკრა ფეხი და ახლა უკვე ოკეანის გადაღმა კოლუმბიის უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად. ალბათ ჩვენ სამშობლოსაც ეგრე სჭირდებოდა. მერე კი იჯდა იქ მაღალ მთაზე. იქიდან ზვერავდა სოხუმის და გაგრის მისადგომებს და ინფორმაციას ჩვენს შტაბს აწვდიდა. ან იქ ნიუ-იორკის რადიოში გამოდიოდა და ენაკვიმატად დასცინოდა რუსული არმიის მზაკრობებს კავკასიაში. დიახ, დაარწმუნებული ვარ რომ ეგრე შრებოდა და კარგა, ესე იგი, გვარიან ზარალსაც აყენებდა ამით რუსეთის იმპერიას. წლის საუკეთესო სკოლად ვანო მერაბიშვილის დედის სკოლა დასახელდა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო IPN-ი აღწელებს. დიახ, აი ასეა. სწორად იმუშავა ამ ქალბატონმა თავის სკოლაში და დაუფასა კიდეც ჩემმა ხელისუფლებამ 8 წლი. თან თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი საქართველოში ერთადერთი სკოლის დირექტორია, რომელმაც ბატონი დიმიტრი შაშკინის დირექტორების სისხლთან დაკავშირებული ენამოსწრებული ნათქვამი ხუმრობად აღიქვა. აბა არ აღიქვა ერთი ხუმრობად და ნახავდი თუ შერჩებოდა ბატონ დიმიტრის სისხლის დასალევად კბილები. დიახ, ასეა. ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო სკოლად ვანო მერაბიშვილის დედის სკოლაა მიჩნეული და აბა თუ გამოიცნობთ საუკეთესო დედად ვინ აღიარეს ჩვენს ქვეყანაში? დიახ, სწორად გამოიცანეთ რა თქმა უნდა ჩვენი სასიქადულო თანამოქალაქის და ნამდვილი პატრიოტი კაცის ნუგზარ ჭყოიძის დედა. აბა ვანო მერაბიშვილის დედა ხომ არ გამოუცხადდებოდა ახლა საუკეთესო დედად და მთელ ქვეყანას ხომ არ ვათქმევინებდით ამ ბეთქლ ქვეყანაში ისეთი დიქტატურა არის გამეფებული რომ ყველანაირ დაჯილდოებებში მინისტრების დედები იმარჯვებენ. სწორედაც რომ ასე უნდა მოვიქცეთ და სამართლიანებიც უნდა ვიყოთ. ვინძლო მტერი არ გავაცინოთ. როგორც ჩვენი ერის ღირსეულმა წარმომადგენელმა და ღირსეულმავე ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა განაცხადა, ჩემი ტელეკომპანია, ანუ ტელეკომპანია მაესტრო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკური ფიგურებისგან იღებდა ფულს და აქედან გამომდინარე მისი საინფორმაციო პოლიტიკა ცალკეული პოლიტიკური ფიგურების მიმართ სიყვარულით და სითბოთი იყო გამსჭვალული. თითქმის ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილთან შექმნილ პრობლემებზე კახაბექაურმა ღია დღეს პირველად ისაუბრა. მისი განმარტებებიდან დადასტურდა, რომ არხის მთავარი დამფინანსებელი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. დიახ, ჩვენ ყოფილვართ თურმე პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკოსის ფულებს დახარბებულნი. თამარის ტელევიზია კი ყოველთვის აპოლიტიკური ფულით იშენებდა სრა სასახლეებს და თვალუწვდენელ სტუდიებს. ისე მართალია ეს ადამიანი. ეხლა მართლა აპოლიტიკურ ხალხს მიაქვს მის ტელევიზიაში ფული. ვიცი ახლა არ გჯერათ, მაგრამ გარწმუნებთ რომ ეგრეა, მე თვითონ გადავამოწმე ეგ ამბავი. ერთი დღე ვუთვალთვალებდი მაგათ ოფისს და ვნახე რომ სრულიად აპოლიტიკური ფიგურა მივიდა და ჩემოდით ფული მიიტანა. როგორც კი გამობრუნდა ეგ აპოლიტიკური კაცი მაგათი ოფისიდან, მყისვე დავედევნე. მინდოდა დავწმუნებული ყავი რომ კაცი ესე აპოლიტიკური იყო. ხო და ვდიე და სადღაც მთავრობის კანცელარიასთან დავკარგე მისი კვალი. აი ზუსტად მან დავწმუნდი რომ აპოლიტიკურ კაცს მივდევდი და თქვი კიდეც რომ იქვე კანცელარიასთან რომ თავისუფალი თეატრის შენობა ნამდვილად იქ შემასრულა ამ კაცმა მეთქი. ხო რა იყო? აბა ახლა აპოლიტიკური კაცი კანცელარიაში ხوار შევიდოდა.
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გეგმიური შემოვლა ჩაატარა იმ შენებარე ობიექტებზე, რომლებიც მალე ამოქმედება საქართველოში და რამდენიმე მათგანის არსებობის აუცილებლობაც აუხსნა ტელემაყურებელს. კომპლექსში შედის რამდენიმე სასტუმრო ოთახი, ბურგერ კინგი, ასევე რაც ყველაზე მთავარი არის კარგი ტუალეტები, რომელიც ესე ყველას გვაწუხებს სამწუხაროდ თემაა. აი თურმე რაშია საქმე, აი დღეს ყველაზე მეტად ტუალეტები გვესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საშველი არ არის. რაც არ უნდა ლამაზე შენობები ვაშენოთ, რაც არ უნდა მაგარი ტურისტული ზონები გავაშენოთ, მაინც არაფერი გვეშველება თუ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტუალეტები არ გვექნება. ამ მიმართულებით ბატონი რამაზ ნიკოლეიშვილი უკვე მუშაობს და ნახავთ კიდეც რა წარმატება გვექნება უახლოეს მომავალში. 2003 წლამდე იცით რატომ ვიყავით დაქცეულები, დაჩაჩანაკებულები, რატომ არ ქონდა დენი, წყალი, კეთილმოწყობილი გზები და მეტროები? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ შევარდნაძის მთავრობა არ ზრუნავდა ტუალეტის კეთილმოწყობაზე. ის ასე რომ მოქცეულიყო, აღარც რევოლუცია იქნებოდა საჭირო და ქვეყანაშიც ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა ბატონი ედუარდი მაინც საბჭოთა კავშირში იყო ჩარჩენილი და საბჭოური მოდიფიკაციის ტუალეტები მოსწონდა. ასე რომ ახლა ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას და თურმე მთელ მსოფლიოს ქართული პოლიციის გამჭვირვალე შენობებიც იმიტომ მოსწონს, რომ ძალიან მაგარი ტუალეტები გქონიათ, ხო? და საერთოდაც მე მოვიპოვეთ ცნობა თუ რატომ განახორციელა რუსეთმა 2008 წელს ფართომასშტაბიანი ინტერვენცია. თურმე საქართველოს ხელისუფლებას სეპარატისტულ რეგიონებში თანამედროვე ტუალეტების დამონტაჟება და ევროსტანდარტებით აღჭურვა დაუწყია და შესაბამისად ანგრევდნენ საბჭოურ ტუალეტებს. სწორედ ეს ქმედება ვეღარ მოითმინა რუსეთმა. რუსული ტუალეტების დასაცავად შემოიყვანა 58 ტუალეტების მხეხავთა არმია და გახსოვთ კიდეც რუს ჯარისკაც ზურგზე როგორ ქონდა მოგდებული ახალი ფითქინა ევროპული უნიტაზი და სამშობლოში მიარბენინებდა. თუმცა არა უშავს, ჩემო ბედკრულო ხალხო, მალე ავაშენებთ ყველაზე მაგარ ტუალეტებს. ამას კი დაინახავენ ოსები და აფხაზები. ისევ მოუნდებათ ჩვენთან ყოფნა, მაგრამ უკვე გვიანი იქნება და იარონ ისევ თეთრი მეტლახით მოპირკეთებულ რუსულ ტუალეტებში. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. არ გაქვთ 20 თეთრი რომ გასაჭირისგან გათავისუფლდეთ? ჩვენი მთავრობა გპირდებათ რომ მალე გვექნება ტუალეტები. თავარია მოთმენა. ბატონი რამაზ ნიკოლეიშვილი და საქართველოს რეფორმატორთა მთავრობა ყველანაირად იზრუნებს იმაზე, რომ ტუალეტების აშენებამდე ქართველ ხალხს არ კონდეს ტუალეტის ძებნის საფუძველი. მომავლის ტუალეტები. ვინც მოითმეს, ის მოიგებს. საქართველოს განათლების სამინისტრო აჯილდოვებს პედაგოგიურ სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს. საუკეთესო სკოლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედა. საუკეთესო სკოლის დირექტორის მეუღლე ვანო მერაბიშვილის მამა. საუკეთესო სკოლა. დედა ვნახოთ, მამა ვნახოთ, სკოლაც ისე გამოვნახოთ. როგორც პრობაციის სათუთი და მგრძნობიარე მინისტრი ამბობს, წელს პატიმრები თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდნენ. სურს წარგედგინოთ წლის შემაჯამებელი ანგარიში და ამ მიზნით ვისაუბრებ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმებზე, რაც ჩატარდა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში წლის განმავლობაში. რაც შეეხება პენიტენციალურ სისტემას, როგორც მოგეხსენებათ, წელს გაიხსნა 3 ახალი დასავლური სტანდარტების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, კერძოდ ქსნის მე-15, რუსთავის მე-16 და რუსთავის მე-5 სასჯელახსრულების დაწესებულებები. ძველ დაწესებულებებში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, მაგალითისთვის მოვიყვან 14579 მსჯავრდებულს წელს ჩაუტარდა სტომატოლოგიური მკურნალობა. გაიხსნა 3 ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხე და პატიმრებმაც გაიხარეს. ამ ამბავს მცირეოდან ისტორიასაც წაუმძღვარებ. სასჯელახსრულების სამინისტრო არის ერთგვარი საგამოცდო დაწესებულება, სადაც მინისტრები პრეზიდენტს თავის ერთგულებას უმტკიცებენ. ბაჩუახალაიამ აწამა დაარბია და დაასახიჩრა რამდენიმე პატიმარი. დაუმტკიცა რა პრეზიდენტს მისი ერთგულება დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. ასევე დიმიტრი შაშკინმაც გაიარა ეს ურთულესი გამოცდა. პოლიტპატიმრებს მოეფერა, ჩაეხუტა და ახლა განათლების სამინისტროში აგრძელებს თავის ტოლერანტულ მოღვაწეობას. და ახლაც სათუთი ხათუნა ნერგავს თანამედროვე ფსიქოტრონულ იარაღს საკნებში. აშენებს ულამაზეს ციხეებს, აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას. პატიმრები იმასაც ყვებიან, რომ ხათუნა მათი ხშირი სტუმარი. თუ ვინმე ავადარის მივა, ჩამოუჯდება, თავზე ხელს გადაუსვამს, მოესიყვარულება, შემდეგ გადაშლის მის პირად საქმეს და ვნებიანი ხმით უკითხავს. ძვირფასო ოლეგ, თქვენ დაპატიმრებული ხართ პოლიტიკური მოტივით. ასე თქვათ, პოლიტპატიმარი ხართ.
სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მოგისაჯათ. თქვენ ხვალიდან კრიტში გადაგიყვანთ და სიცოცხლის დარჩენილ წლებს იქ გაატარეთ. კრიტში გამუდმებით ანთია დიდი შუქი, გამუდმებით ისმის ხმები, პერიოდულად ექიმები მოგინახულებენ და ნემსით რაღაცეებს გაგიკეთებენ. პატიმრები ამბობენ, რომ ხათუნას ხმაში თანაგრძნობა მუდამ ჩანს. აი ასეთი ევროსაპატიმროებია ჩვენს ქვეყანაში, სადაც დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა პატიმარი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ასე უმტკიცებს ხათუნა კალმახელიძე თავის პრეზიდენტს ერთგულებას და მოელის, რომ მომავალში რაიმე უკეთეს ადგილს, ანუ უკეთესის მინისტრი გახდე. ისე ჩემო ხათუნა, შენ ისეთი მგრძნობიარე და სათუთი ხარ, რომ მომინდა შენი ხათრით ერთი წელი მაინც ჩავშდეთ ციხეში. ხო მოხვალ, ხო მომისალბუნებ და გულზე მალამოდაც ხომ დამედები ხო, ჩემო მინისტრი. აგერ უკვე სადაც არის მიილევა 2010 წელი და კარს შემოაღებს ახალი 2011 წელი, რომელიც იმედია ყველაზე კარგი წელი იქნება საქართველოსთვის. თუმცა, სანამ ეს წელი ქუდს დაიხურავს და საბოლოოდ გავაღია კარში, იუსტიციის სამინისტრომ თავისი გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. დღეს მედიას ანგარიში იუსტიციის სამინისტრომ ჩააბარა. საქართველო არის პირველი რეფორმატორი ქვეყანა მსოფლიოში. სწორედ ამის შედეგად არის, რომ ვინარჩუნებთ ლიდერ პოზიციას საკუთრების რეგისტრაციისა და კომპანიის რეგისტრაციის კუთხით მსოფლიო მასშტაბით. ვიშ? აი თურმე რაში ყოფილა საქმე. აი თურმე მისი დამსახურება არის, რომ საქართველოს სულ წინ და წინ მიიწევს. მე კი უბადრუქს მეგონა, რომ მთელი მთავრობის დამსახურება იყო ჩვენი წარმატება. მთელი წლის განმავლობაში, რომ კაცეშვილს იუსტიციის სამინისტროდან ერთი პატარა ჩურჩულიც კი არ გაუგია საქმეს ფარდაწინა სახალხოთ აეხადა. თურმე შედან ბიჭები და თავაუღებლად შრომობენ. არა და გამოდიან სხვადასხვა სამინისტროები იბრალებენ, რომ ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთო, რეფორმა გავატარეთო, მანდატურების ინსტიტუტი დავნერგეთო და ამ დროს ვიგებთ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან თურმე. თურმე აგერ ადეიშვილის დამსახურება არის, რომ ბიზნესს ვაკეთებთ ადვილად, გზებს ვაგებთ, ტურისტულ ზონებს ვაშენებთ. უკვე აღარც მაქვს მორალური უფლება, რომ ბათუმის ასე გალამაზებას სხვა ვინმეს დავაბრალ. ისე, ალბათ იუსტიციის სამინისტროს მითითებით იბანავებდა ჩემი მაღალი ცივ ზღვაში, თორემ ასე რა გადარევდა ეხა ამ ადამიანს. ხო, კიდევ ერთი, ნიკოლეიშვილი ტუალეტების აშენებას აპირებს მგონი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ესეც იუსტიციის სამინისტროს დამსახურება იქნება და არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მოდით ნახოთ კიდევ რა მიღწევები ქონდა იუსტიციის სამინისტროს გასულ წელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის შედეგად საქართველო არის ყველაზე ეფექტურად მებრძოლი ქვეყანა, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანა და არის ლიდერ ქვეყნებს შორის 4-ში ვართ მსოფლიო მასშტაბით, სადაც ყველაზე ნაკლებად არის კორუფცია. კარგით ეხა რა, სულ დაკარგეთ სინდისი და ნამუსი. ჩვენი წარმატება ხომ თქვენი დამსახურება არის. ამ კორუფციას მაინც დაანებეთ თავგადასავალი. აბა სოსო თოფურიძე რაღაც მიკეთებდა. კაცს ერთი კარგად გაკეთებული საქმე მაინც შეარჩინეთ. მთელი წლის განმავლობაში ბიზნესმენები და სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები არ გაუგდია კაც ხელიდან და კიდევ თქვენ იბრალებთ, რომ კორუფცია დაამარცხეთ და ამ მიმართულებით 4 ქვეყანასთან ერთად ლიდერობთ. თუმცა ისე მაინტერესებს, რანაირად დაამარცხეთ კორუფცია. მართლაც რომ ყოველ მეორე დღეს იჭერს სოსო დასაფერთხ საზოგადოებას და პირდაპირ ეთერაც იმ წამსვე გვატყობინებს და მაგას მაინც ნუ მოვატყუებთ ეხლა. და ნუ მოგვატყუებთ, რომ კორუფციას თქვენ ამარცხეთ. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. კარგით რა. მართლა კარგით რა. აღარ დაგვრჩა ამ თვალებში ეს ნაცრის ადგილი და ამ ახალ წელს მაინც გაგვარებეთ თავი, თორემ ვიღაცამ იმ თქვენს კონცერტს და ფეიერვერკებსაც ხომ უნდა შეხედოს, კაც. ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთი ქვა ისროლა პოლიტიკური ოპონენტების, ანუ ქართული პარტიის ბოსტანში. თანამშრომლობის შეწყვეტა ოპოზიციურმა პარტიებმა ნინო ბურჯანაძესთან ბიწაძე გაჩეჩილაძის სკანდალის შემდეგ გადაწყვიტეს. დემოკრატიული მოძრაობის ქალი ლიდერი კი კომპრომატების ომის დაწყებაში ქართული პარტიის მამაკაცებს ადანაშაულებს და შავნაბადაზე გამართული შეხვედრის ფარული დეტალების გახმაურებას ასე ხსნის. ქალის ფაქტორის ხაზის გასმა უკაცრავად რა არის? რა, საქართველოში ცოდვაა, რომ ქალად დაიბადე? თუ რომელიმე კაცზე ნაკლები ვაჟკაცი ქალი ვარ, ძალიან მაინტერესებს. რასაც ეგენი კადრულობენ, იმას ნამდვილად არასოდეს არ ვიკადრებ. ამიტომ კაცობა და ვაჟკაცობა ერთ და იგივე ტერმინი არ არის. მე გამაფრთხილეს, რომ ამ სკანდალზე და ამ ორი პარტიის კინკლაობაზე ხმა აღარ ამომეღო, რადგან
ეს პირდაპირ აისახება გადაცემის რეიტინგზე, მაგრამ ეს რომ არ თქვა, ამ ღამეს არ დამეძინება. აი, ბურჯანაძემ ამ სკანდალით კი გასწირა საკუთარი პარტიის 1.34-100-დიანი რეიტინგი და სანაცვლოდ ლევან გაჩეჩილაძეს 2.8%-იანი რეიტინგი მიწასთან გაასწო. ამიერიდან მას ნულიდან მოუწევს რეიტინგისთვის ბრძოლა და სავარაუდოდ შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს. პირველ რიგში ტრადიციულ ვოიაჟს მოარტყავს მოსკოვში და ვლადიმერ პუტინს ხელს ჩამოართმევს. ამის შემდეგ ისპაჰანში გაემგზავრება და შაჰაბაზის საძვლეს მოილოცავს. საბოლოოდ კი კრწანისის ველზე გმირულად დაცემულ ყიზილბაშ ვაშკაცებს დაიტირებს. აი ასეთი ნოვატორული პოლიტიკის გამტარებელია ქალბატონი ნინო, მაგრამ მართა გულით მაინტერესებს. რატო? აი, რას აძლევს ახლა ეს თვითგვემა მის ოპოზიციურ პარტიას? რაღაც დიაც რომ აკეთებს, ყველანი უხდებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ლელა კაკულიამ და ვერც გურამ დონაძემ სამწუხაროდ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი ვერ გასცეს ამ კითხვას. ახლა კი გთავაზობთ პოლიტიკოსთა ენამოსრებულ ფრაზებს მოусპიროთ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. საქართველო არის პირველი რეფორმატორი ქვეყანა მსოფლიოში. სწორედ ამის შედეგად არის განახლების ლიდერ პოზიცია საკუთრების შეფასებისა და კომპანიის რეგისტრაციის კომპლექსში შედის რამდენიმე სასტუმრო ოთახი, ბურგერ კინგი, ასევე რაც ყველაზე მთავარი არის კარგი ტუალეტები, რომელიც ესე ყველას გვაწუხებს სამწუხაროდ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის შედეგად საქართველო არის ყველაზე ეფექტურად მებრძოლი ქვეყანა, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანა. ეროსი კიტმარიშვილის თანაპარტიელების მიმართ პრეტენზიები ნინო ბურჯანაძესაც ბევრი აქვს. ამჯერად დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ქალი ქართული პარტიის მამაკაც ლიდერებს კაცობას უწუნებს. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.